ყოველდღე სამართლო რა თქმა უნდა. რატომ არის ეს უსამართლო? იმიტომ რომ საშუალო ფენა ფაქტიურად აღარ არსებობს ქვეყანაში, დარჩა მარტო ძალიან ღარიბი ფენა და საოცრად მაღალი ფენა. ხო, გაიზარდა ეკონომიკა 10%-ით, ირაკლი კობახიძე ამბობს. ანუ მაღალი თანამდებობის პირებს. არა ისახა. გამოიყვანეს საშუალო არითმეტიკული ხელფასი. როგორია ზოგადად სახელმწიფოში რანაირად იქნება საშუალო არითმეტიკული კი მათთვის თუ 35,000-ია და რიგითი ადამიანისთვის 800 ლარი საშუალო არითმეტიკული უცებად გამოვა 13,000 ლარი თიური ხელფასი. და ამან სასადილოში, ბათუმში მაგალითად, ხო, ერთ ადამიანზე, რომელიც არის დამოკიდებული შემწეობაზე, იხარჯება დღეში 1 ლარი და 57 თეთრი. ეს რას ნიშნავს? სრულად კატასტროფას. ემპათია საერთოდ არ არის ღარიბი ადამიანის მიმართ და საერთოდ რაც კი არც ერთ მთავრობა ესე ვთქვათ, რატომღაც ასე არის მიღებული, რომ არ ფიქრობს თავის ხალხზე, მაგრამ აი ამ ეტაპზე საერთოდ მე მგონი ხაზი გადაგვისვეს საერთოდ. რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ მოქალაქეებმა? ჩვენ მოქალაქეები სამწუხაროდ ჩემ თავზე ვიტყვი მაგალითად, რომ საკმაოდ პასიურები ვარ. მე პირადად მაგალითად რაღაც უკვე ნიჰილიზმში გადაგდის და ხელის ჩაქნევის მომენტი გეწყება რა.